რაიმე უშუალო პირდაპირ ზეწოლა არ ხორციელდება მაგალითად პირადად ჩემზე, ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრზე, მაგრამ ჩვენ გქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც დავდივართ სოფლებში შეხვედრაზე, ყველა შეხვედრაზე თითქმის არის რწმუნებული პოლიციის მანქანა, რომელიც დადგეს თქვათ გარშემო ხალხის აფრთხილებს რომ თქვათ არ გამოვიდნენ, არ რეაქტიურობენ თქვათ წარმოაჩინონ ის პრობლემები, რომელიც სოფელს გააჩნია და აქცენტი არ გააკეთონ პრობლემებზე. და ავალებენ თავის წარმომადგენლებს რომ ისაუბრონ თურმე რომ გამგებელს რამდენიმე გაუკეთებია სოფელში. ძირითადი არის ხელისშემშლელი ფაქტორი საარჩევნო კამპანიის დროს ეს რომ მოსახლეობას მაქსიმალურად აიძულებენ რომ არ რეაქტიურონ და არ გამოხატონ ოპოზიციური აზრი შეხვედრებზე. პირადად ჩემზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა გარდა იმისა რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სახთან დახვდნენ მასკიანი ადამიანები და ფიზიკურად გამისწორდნენ, რომელიც მოხვდა ადამიანის უფლებათან ანგარიში 2008 წელს და იმის შემდგომ მე კიდევ აქტიურად ვარ ჩართული და რაიმე პირადი მიზნებისთვის თუ მე გამოიყენებს აღნიშნულ ფაქტს, აუცილებლად გავასაჯაროვებ. მეორე მომენტია თქვათ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიძლება ჰქონდათ ჩვენ ესეთი შემთხვევები ხშირად, როდესაც მიმდინარეობდა ზეწოლა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებზე, მაგრამ ჩვენი წარმომადგენლები არ ამბობდნენ ღიად ამას და არ გვეუბნებოდნენ ჩვენ და მალავდნენ, რაც საბოლოო ჯამში მათთვის ცუდად მოქმედებდა და შეიძლება ეხლაც გქონდეს ჩვენ ეგეთი შემთხვევა, რომ მიმდინარეობდეს ზეწოლა ჩვენ წარმომადგენლებზე, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ისინი შეიძლება მალავდნენ და არ გვეუბნებოდნენ ამ ზეწოლების შესახებ, შიშის შესახებ, რომ ამას თქვა ჩვენ შემდგომ გავასაჯაროვებთ და ფიქრობენ რომ კიდევ განხორციელდება უფრო ძნელი და ცუდი ზეწოლა მათზე. ამიტომ გარანტიების მიცემა ძნელია ჩვენ მხრიდან, ჩვენი წარმომადგენლებისთვის, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ თქვათ ხელისუფლება ყოველთვის იყენებდა ამ ფაქტორს, თავის ძლიერ მხარეს პოლიცია, იცით რომ ბევრი პოლიციური რეჟიმია არის და დღესაც რჩება. და თუ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ რომ არჩევნებში დავამარცხოთ ხელისუფლება, მე მგონი იმის ძალა და უნარიც უნდა გქონდეს რომ ჩვენ ნებისმიერი ჩვენი წევრი დავიცვათ ასეთი ზეწოლისაგან.